დღემშვიდობის. როგორ ახართ? მე ხო თავგადასავლების გარეშე არ შემიძლია, მაგრამ ეს ისეთი კარგი თავგადასავალია. ცოტა რომ არ ვიხალისო, შეიძლება ეხლა დავჯდე და კარგად ვიტირო და დავივიწყო ის რომ ტუში მისვია და დავივიწყო ის რომ თვალები მოვიღებე. მოკლედ წავიყვანე დილით ეს ჩემი ჭრელა. კარგად ვაბანაბე, გავრეცხე და ცოტა დიდხანს გქონდათ კარი ღია. ვიფიქრე რომ არ დაჭდეს აკუმულატორი თქვენ, იმიტომ რომ ხშირად უჭდება. კაი, ხარ ასვეტყოდი რა ცხავდნენ და კიდევ კარში როგორ გარეცხავდნენ და გაასუფთავდნენ. კაი, დაიქოქა. გამიხარდა ძალიან მეთქი აურა, კაია თქო გამოიყვანე. აკუმულატორში ვიქექები. მივიყვანე ხა ნატურების გამოსაცვლელად. რაღაცა შტეკერი არ იყო შეერთებული, მოკლედ ის შემიერთეს. ვიტირო თუ იცინო, ოღონდ ვერ გამიგია. ერთი ნატურა გამოცვალე, წყლის ისინი გავამზადე, დვორნიკები არ ვიცი რა ქვია. გვეღარ დავქუქი მანქანა. ვორონცოზე სახლის გვერდზე. დაადეს პერამიჩკები და პერამიჩკების მერე, ანუ სატვირთვის მერე იქოქება ხოლმე რა. გამოვედი დიდ დიღომში. ვორონცოვიდან დიდ დიღომში. გავაჩერე წინ. ახლა იქოქება. ხარ შევაყენო. აღარ არ დაიქოქა. და გრინოის წინ მანქანა გამიჩერდა. დილამ შვიდობის ესეთი საშინაო კაბით ბაგაბახში რომ მიდიან ხოლმე ბავშვები. გადავიცვი, დღეს ბევრი საქმე მაქვს და სამ ბევრ საქმეს ჩავებმებით, ან გზად წაგიყვანთ, როგორც მოვიხერხებ. და დავასრულო რამოდენიმე დღის წინ დაწყებული ვიდეო. იქამდე შევქმნა ტყავა. გადაბმა ნახეთ, ალბათ ეს არის გრინვეისთან, სადაც თავში რომ აქვს ავარდნილი ჩემი ლექსუსი, ყველაზე ძველი როგერს თბილისში არ დადის. მსგავს გავატარე ტექდათვალიერებაზე და ტექდათვალიერების არ მეშინია, იმიტომ რომ თავისი კატალიზატორი აქვს და არ აქვს გამონაბოლქვი, შესაბამისად არ აქვს მთლიანობა დაზიანებული და ანუ ყველა მანქანა გადის ტექდათვალიერებას მაგ დროს. რაღაც ჩემი ვერ გაივლიდა, მაგრამ ყველაფერი ხომ თავგადასავალა ვარ, ჩემი სახელია, მეორე სახელია თავგადასავალა, იმიტომ რომ ყველაფერი მე უნდა დამემართოს. გუშინაც არ საიდან აბაზანი შუშის თარო ჩავმივერდა და ძლივს დავიჭირე, ვეღარ გამეგო. შარლოტას კრემი უნდა დამეჭირა თუ შუშის თარო, მაგრამ ვიფიქრე რომ კრემი თუ გატყდება, გადავინაწილებ მეთქი სხვა ქილაში და თაროს ტაცხელი, იმიტომ რომ დიდი შუშა იყო და მოტყდა. ნუ იგივენაირად არ არსებობს დღე რომ რაიმე სასაცილო და ისეთი თავგადასავალი არ დამემართოს ხოლმე რა. ხო დავქოქე, ხო ჩხავი ვარ და გადავქოქე და აღარ ჩაქრა მანქანა რა. გრინვეის წინ რო გავაჩერე, ანუ რაც მოვიფიქრე, ეგ იყო რომ უბრალოდ უნდა მეკითხა, სად არ შევუშლიდე ხელს, გავსულიყავი და ამბოლიდან მომეტანა აკუმულატორი. და ვიკითხე ვინ არის აქ უფროსი მეთქი, გამოვიდა ერთი უსაყვარლესი ადამიანი, რომელმაც მითხრევ დაგიდება პერამიჩკებსო და გადაიყვანეო. და რომ დამიდო სატვირთი, აღარ ჩავაქრე მანქანა. ესე გავჯორდი, ხო ჯორკა ხელი ვარ. ჯორდი და ვფიქრობ. ჩავაქრე, გადავკარი, ჩავაქრე, გადავკარი, ჩავაქრე, გადავკარი და მივხვდი რომ იქოქება რა. არ ჩაიშალა მთლიანად აკუმულატორი. ხოლმე მეთქი აქ ვარ მოსული, ახლა გამოიძახენ ტაქსი, გაიქეცი ამბოლში. 40 ანუ ხელები ხო ნახეთ რა დღეში მქონდა.
უკანა მხარეს აწერია აკუმულატორს რამდენ ვატიანია თუ ვოლტიანი. მე მგონი ვოლტი. და ის უნდა მცოდნო და სურათი უნდა მქონოდა, იმიტომ რომ როცა შეიძენხო საჭიროა და ზუსტად იმდენ ლარს გიკლებენ, რამდენის ღირებულებაც არის. ანუ ჩემი მოცუცქნული აკუმულატორი ღირს 300 ლარი და რახან 40-იანია დამიკლებდნენ 40-ს გამოდიოდა 230. იქ შენი პიკი საათი იყო 10 ლარი, იქით 10 ლარი აქეთ ტაქსის ფული მიეთვალე და გამოდიოდი ჯანდაბაში, ხო და გავჯორდი მეთქი არა არ წავალ. და გრინოის თანამშრომელი მიხსნის რომ ანუ მანქანა შეგიმთავაზა და ჩაქრეს. თორემ არა, ვერ გაატარებენ ანუ. შიგნით არ აქვთ და სამუხტის დადების უფლება. და მეთქი არ ჩაქრება თქო, ამდენი წელი მომსახურება მეთქი ასე თქო. ხო და რაღა ეხა ჩაქრება თქო რა. არ ჩაქრება თქო. წინა ვიდეოში ჩემი ყურყვის ხმა ისე ისმის, რომ ამ ეტაპზე ასე მივიქოთყავა. ხო და არ ჩავაქრეთ მანქანა. გავატარე და ასე დასრულდა ეს ამბავი. აქ სრულდება. გამშვიდობის. დავადეთ დილით KBC ბანკს, მერიას. ძალიან ადეკვატურად მომიმსახურებენ, გამიგრირდა და KBC ბანკი ჩვენი სიყვარული ბანკია. მერიაშიც და მოგეყვებით დანარჩენს. წამოვედი ავტობუსით. ჩამოვედი თაშეთთან. უნდა გავიქცე სახში. ერთი წლის განმავლობაში დავაბრუნებთ. კარგად დავატრიალებთო და კითხვა დავსვი რომ რამდენად ხშირია თქო რა. კი ხშირია. ყველას კიდევ ვიმეორებ. ყველას შეიძლება მოვიდეს შეცდომა. უშეცდომა არავინ არ არის. ოღონდ ვერ ხვდები ეს თუ არ გადამიიკმაყოფილეს. ახლა იყო არჩევანი განცხადებასა და საჩუარ შორის. არ დამიწერია საჩუარი. კიდევ ვიმეორებ რომ ყველას შეიძლება მოვიდეს შეცდომა. მაგრამ არასრულწლოვანი ბავშვის დაჯარიმება ადაღა მეურვი შეუტყობინებლობის გარეშე არც. მან საჩუარი კი არა ცხვირპირი უნდა ახტიო ყველას. ჩიტები ჭიკჭიკება. ეხლა უნდა ვირბინო, იმიტომ რომ ჩემი მამიკო თბილისში შემოვიდა უკვე. სახში უნდა დავხვდე. და მივდივართ. მაგრამ მე ვაჭავს ეს დაწვაც. დევერეკები თორე სწრაფად რო დავდივარ, ლაპარაკი დასუნთქვას, ვერ ვარეკულირებ ხოლმე. ძალიან საკმაოდ ადეკვატური ოპერატორი შემოხვდა მერიაში, რომელმაც გადაუბრძანდეთ, რომელმაც დამაკვალიანა ძალიან კარგად, უკარგესად, მომითხოვრო, რომ მქონდა ორი ვარიანტი, საჩუარი და განცხადება. რა თქმა უნდა, ამას წერდი მერის სამსახურისთვის და არა აღსრულებისთვის და შესაბამისად
საჩუარი საერთოდ არ მაინტერესებდა. დავიწყე ჯერ განცხადებით, თუ დამიკმაყოფილებენ, რომლის ვადაც არის ერთი თვე ხალხო. ყველაფერი ჩამოაჭრა იმ ბავშვს. თბილია ჯერ. როგორ იღება ხოლმე სახეზე ისეთ ემოციას რაღაცა უგემურის და ცუდის გასინჯვის დროს, როცა მართლა ცუდია. მე არ შემიძლია ხოლმე. ესეთი ვარ. დავწერე ასეთი ტიპის განცხადება, რომ მე ესა და ეს პირადი ნომრით ესა და ეს მცხოვრები აქა და აქ საკონტაქტო ეს და ეს მოგახსენებთ, რომ 1982 წლის 2025 წლის 11-ში ჩემი არასრულწლოვანი 16 წლის შვილი დაჯარიმდა ავტობუსში მგზავრობის დროს და იქვე ხაზი გავუსვი, რომ სათანადოდ დაჯარიმდა. მე მაგ წელს არ ვცნობ, კაცო, თუ სკოლის მოსწავლეა და თუ სკოლკარტი მაქვს ონლაინ რატომ მაჭრის ლარს? მე ხომ დებილი ვარ, მოზარდი ვარ, ანუ დამეკარგა ჯიბეში მაგ არ მაქვს საფული, ან მოკლედ მილიონი პრობლემა გვაქვს. ჩვენ სულ დაკარგული გვაქვს, მართლა გეუბნებით რა და ონლაინ როცა აქვს ეს აპლიკაცია, ლარს ჩვეულებრივ აჭრის რა. ხო და ну მაგას ვაპროტესტებ ძალიან, თურმე პატარა ბავშვებზე არ ყოფილა ასე, ანუ უფრო დაბალ ასაკის მეხუთე მეექვსე კლასამდე, მე მგონი 16 წლის მერე ისჯებიან ასე სასტიკად. ხო და ну გავუსვი ამ განცხადებაში ხაზი, რომ დამსახურებული ჯარიმა იყო და გადაუხდელობის გამო დაჯარიმდა და ეს იმას ნიშნავს, რომ მე ვაღიარებ. მიღებულია ჯარიმას არ ვაპროტესტებ და გადავიხადე ამ ადამიანთვის, ანუ ჯარიმის ნომერი ესა და ეს გადავიხადე მშობელმა, დედამ, გამჩენმა, ამღზდელმა პირად ნომრით ამან და ამან TBC ბანკის ონლაინ მობაილ ბანკით, რასაც როცა დილით გავიქეცი დილა უთენია TBC ბანკში დეველოდე როდის გაიღებოდა დევერეკე გევიოფლე მე იქიდან ტაქსით გავიქეცი შარტავზე ხალხო რატო მიქმნით ისედაც ცხოვრება სადაც ტვინი მაქვს ნაღრძობი კიდე მირთულებთ იმ რაღაცებით რომელიც გაკეთებული მაქვს აი არ მესმის რა ეგ ისეთი რამეა რომ სესხის მიმდინარე თვე გადავიხატო და ბანკმა ყატაღა დამატოს და არ ცნოს რომ მე გადახდილი მაქვს ის თანხა. ხო და დავწერე ასეთ განცხადება და ბოლოში ძალიან უმორჩილესად თხოვე ჩვენ საქართველოს მერიას, თბილისის მერიის თანამშრომლებს, რომლებიც განიხილავენ, რომ უმორჩილესად ვითხოვე, რომ ჩემი შვილის ფული უკან დააბრუნონ. ჯერ უმორჩილესად ვითხოვ და მე უპასუხიო წერილობით გინდათო თუ აქ მობრძანდებითო და არა მივბრძანდები იქ აუცილებლად და ისე ჩავიბარებ პასუხს, იმიტომ რომ არავის არ ვაპატიებ, რამდენად არ უნდა სასაცილოდ ჩანდეს. მე ჩემი შვილების ემოციები ჩემთვის სხვანაირია, ვიღაცისთვის შეიძლება სხვანაირი იყოს. არავის არ ვაპატიებ ჩემი 16 წლის შვილის გამომუშავებული თანხის უკანონოდ მითვისებას. საერთოდ არავის არ ვაპატიებ. გავატელევიზორებ, ანუ მოვითხოვ გადაცემებში მისვლა, ყველაფერს გავაკეთებ. უკიდურეს ზომებს მივიღებ იმისთვის, რომ ყველა მშობელი იყოს ფრთხილად და დაბრუნდეს, მაგრამ როგორც მოვიკითხე, ეს არის ძალიან ხშირი. და ესეც ხვდები, რომ სისტემურია სისტემა, მეც დაახლოებით იგივე რაღაცები მეკარგება ხოლმე ხანდახან არის რაღაცებს ვერ პოულობ. ჩემი სკოლა არის საკმაოდ მცირე რაოდენობის ბავშვებით, დაახლოებით 2000 ბავშვს არ გვეყოლება ალბათ 1000 და იქაც მაქვს ხოლმე რაღაცებს ვერ პოულობ, რაღაცა გვარი არ ემთხოვა, რაღაცა წინ სხვანაირად უწერია, მოკლედ ბანკის ამ ნაწილში ხანდახან რაღაცებს ვერ პოულობ. მე ძალიან კარგად მეცნი სატრანსპორტო სამსახურის, რომ ვერ იპოვა, ვერ დაუკავშირდა რა, რაღაცით ჩვენი გადახდილი თანხა, ჩემი გადახდილი თანხა ვერ მიება ნიკას ჯარიმას.
მაგრამ აი აღსრულებაზე კბილებს ვიგლესავ. იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი უპრობლემოდ დამთავრდება, იმიტომ რომ ძალიან გაბრაზებული ვარ. ველოდები უკავშირს. როგორც ოპერატორმა მომახსენა და ძალიან კარგი გოგონა იყო, რომელიც ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მომცა და კმაყოფილი წამოვედი, რომ განიხილავენ ერთისთვის განმავლობაში შეიძლება იყოს 10 დღე, შეიძლება იყოს 15 დღეში და შემდეგ ანაზღაურებასაც ალბათ თავის დრო იქნება. ესე პირდაპირ ჰოპ და ვაიმე მოგიკვდეს ნიკოლოს დეიდაო ან ბიძიაო არავინ არ იტყვის და იმ ანაზღაურების თანხასაც თავისი პროცედურა იქნება, ეგეც მესმის, იმიტომ რომ არასწორად მიღებული თანხაა და ის უნდა დააბრუნონ უკან. ხო და ძალიან მოთმინებით დაველოდები ამ პროცესს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ხას გავუსვავ, რომ მე როცა სრულწლოვანმა გადასახდელი მქონდა, თქვენ კარგად იცით ყურებს გავიარე და თუ კი რაიმე თანხა მქონდა ნიკას სამკურნალოდ მოგუჭული, ყველაფერი გადავრიცხე, იმიტომ რომ დამნაშავე ვიყავი და იმიტომ რომ მეკუთვნოდა ამ თანხის გადარიცხვა და ეხლა არ ეკუთვნის ამას. ნუ მოკლედ ასეთი ამბები გვაქვს. ეს ყავა გაცილდა და რა დავაშავე და ეს ქაღალდის პლასმასის ისინი რომ აღარ არის საწრუპები. უნდა რკინის ვიყიდო სადღაც მრავალჯერად, იმიტომ რომ იმას ხო გემოქონდა და სქელებს ყიდულობდი და ძალიან ვრეცხავდი ხოლმე და საშინელი გემო აქვს. ქაღალდის ჭიქაშიც არ მეყვარს ყავა, მე გარეთ ყავას ვსვავ ყოველთვის ან პლასმაში, ან ჭიქაში, იმიტომ რომ ქაღალდს ჩემთვის აქვს ძალიან მწყლარტეი გემო. ბებიტად. ხო, ახლა რაც შეეხება ჩემს კიდევ ერთ ამბავს. მოკლედ, როდესაც ჩემი ძვირიანი ფუთა გავხსენი, იმ ვიდეოს ქვემოთ დაიწერა კომენტარი. სავარაუდოდ ქუდად დავადებ, იმიტომ რომ ნათიამ ნახოს. მოიცადეთ, გვარი არ შემეხავს, დასკრინული მაქვს, იმიტომ რომ მიწერე და აღარ შემეხმიანა. ეთი ჭუთით ბავშვებო. ნათია მათიაშვილი. თუ 6 ჟო. ძალიან ლამაზი ზურგით გოგონა სურათი უყენია. ეგ დიდი ზომის ზედა შევიძენ რა, ზუსტად მასაც ვეძებ და ვერ ვპოულობ. მართალია თქვენ იცით ვინ არის მაგის პატრონი, მაგრამ იქნებ გადაიფიქროსო. შეძენის რა მოგახსენა ნათია, გამზადებული მაქვს უკვე თუ ეს არის. მე ვეკითხები ნათი რომელი თქო. რომელზეც ამბობთ პირველად ვიცი ვინ იქნება ამის პატრონიო, ამბობთ ჩვენების დროს ჭრელი რომ არისო. გადავახვიე ვიდეო მთელი გულით და სულით, არ დავიზარე, იმიტომ რომ როცა ადამიანს რაღაცა უნდა და მე შემიძლია ეს გავაკეთო, რატომაც არა, თქვენ გენაცვალოთ ჩემი თავი. და მე ვწერე რომ ნათი მომწერე Facebook-ზე მეთქი, ან ჩემი ნომერიც დავუწერე და მირეკეთქო. ანუ არ გამომეხმაურა, ამიტომ ქუდად დავადებ სურათს მისი კომენტარის რომ წაიკითხოს, ვიდეოს უყუროს. პირველი დიდი ზომის მაისური, როგორც ვიდეოდან აღმოჩნდა და ჭრელი. არის ეს 56 ზომა ნათია. მთელი გულით, სულით და სიყვარულით. აი ეს ახლა ჩაიპარკება. ასე. და დაელოდება თქვენს უკუკავშირს. გამოგზავნე და სპეციფიკად გამგიგდამთ მოვახერხებ სადმე. ნუ ნებისმიერი რამით შემიძლია რომ ეს მაისური თქვენთან აღმოვაჩინო და თუ ძალიან დიდი ხანია გინდოდათ ძალიან დიდ სიხარულს მივიღებ
თუ მოიგებთ, თუ ატარებთ და თელ სიყვარულს და სიხარულს გამოვატან ამ მაისურს თქვენთან. დარჩენი ახლა დღეს არაფრით არ ვარ ყოფილი. ასეთი ყავით რომ ვიწყებ ხოლმე დღეს, ახლა ამას ვერსაც ვერ წავიღებ, წუნკლები გასდის და ისევ შეგუნდა ჩავდო. მთელი დღე უკმაყოფილო ვარ ხოლმე. ყველაფრით. გაცივდა. გამოსახდელი ყავა გამითავდა და ასე მწვალობ მე საწყალი. დღეს ვაპირებ კერხერში წასვლას. იმიტომ რომ დეფექტიანი ორთქლის აპარატი მომყიდეს თუ შემომესყიდა და გავიცანი მთელი კერხერის სერვისის ბიჭები მალე ბავშვებს მოუნათლავთ ერთმანეთს. ხო საყიდელი მაქვს ახალი აუცილებლად ანუ უნდა მოვაგროვო და საკმაოდ ჩემთვის მნიშვნელოვანია. და დეზინფექციის დედა ხალხო დანარჩენი არაფერი არ შეუძლია. ცხიმის დაშლაში ცხეხვასთან ერთად ხდება და თუ გავხეხე ვერ ხვდები რაღაცა უნდა მივსვარ მოვსვარ ორთქლის აპარატი. ძალიან კარგია რასთან კიდევ. ლენტებთან წერბოვანთან მეტინე არაფერთან არ მომწონს არც აბაზანაში და არ ვშყოთ. ყველგან ეს არის მარკეტინგული ხრიკი არა. თუ არ გახეხე ხელი და ხსნარით ორთქლის აპარატი. რაღაცა როცა აი მაგალითად რა გამიკეთებია იცით? ხალასი დამისხია ძალიან ობჩამჯდარ ძველ აბაზანაში და მე ორთქლის აპარატის ჭავლით გამიცხელებია ეს ხალასი და ჰაი კლასის შედეგი აქვს. მაგრამ ხალას თუ არ გააცხელებ, კაფელებს ცეცხლს ხო ვერ შეუმთებ, ხო? ცხელს ვერ დაახვედრებ შესაბამისად და ის მთელი ჭუჭყი უბედურება ძალიან კარგად მოაქვს, როცა ცხელდება და ხო, ჩემთვის საჭირო ნივთია მოკლედ და დამტანჯა 2 წელია, ეხლა გასდის უკვე ოქტომბერში 2 წლიანი გარანტია აქვს და სავარაუდოდ ბოლო შეკეთებაა და მე აღარ შემიკეთებენ ან არ ვიცი ახლა შემიკეთებენ თუ არა და ახალი უნდა ვეკითხო. გისურვებთ ბედნიერ ორ შაბათს. კარგად.